აფიქსია. სოფელ ახალშენში ჯიბინაურის უბნის მოსახლეობა წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მოქალაქეები ხელვაჩაურის გამგებელთან შეხვედრის მოთხოვნით გამგეობასთან შეიკრიბნენ. ადგილობრივების თქმით 40 წელია 50-მდე ოჯახს წყალი არ მიეწოდება. უწყებებს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ჯიბინაურის მცხოვრებლები გაზიფიკაციას და გზის მოწესრიგებასაც ითხოვენ. გამგებლის მოადგილის თქმით საკითხს შეისწავლიან. უახლოეს პერიოდში ტენდერში გამარჯვებული კომპანია წყლისავს ააშენებს, საიდანაც მოსახლეობა სასმელ წყალს საკუთარი ხარჯებით შეიყვანს. აცხადებს ნოდარ ხალვაში. 40 წელია მაწუხებს წყლის პრობლემა, არ მაქვს წყალი, ძალიან მწვალობ, დაავადებული ვარ დიაბეტით, ინსულინზე ვარ, ასევე ჩემი მეუღლეც მყავს ერთი შვილი, იმასაც მევზდი. არც წყალი მაქვს, არც არაფერი. მანქანით დავდივარ საცხან, ხან მეზობლებში, ხან ვიღაცას საჩუქარი უნდა მივცერო, წყალი ჩამისხავს ბასეინში. წვიმას ველოდები, ბოჭკები შედგმული რომ როდის გაწვიმდება და როდის მივიღებ წყალს. ჩვენ ცხოვრობთ დაბლობში, ახლა აქ ვინც რომ ვართ, ესე იგი წყლის პრობლემა გვაქვს, არ გვაქვს წყალი. ნაკლებია ძალიან, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. რამე შეიძლება ესე იგი მივიდნენ გამგეობაში იმაში. თქვის დაპირება იყო, მაგრამ ესე არ მოხვდნენ ვაფშე. შარშან დაახლოებით 600.000 ლარის სამუშაო შევასრულეთ იქ. და მიმდინარე წელში დაგეგმილია 800.000 ლარის სამუშაო. ანუ მთლიანად ახალშენის თემი უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის ბოლომდე სასმელი წყლით. ჯიბინაური არის ცალკე თემა, ცოტა იქ მოწყვეტილია ძირითად სოფელთან ცალკე მხარეა და იქ პროექტირების განაცხადი იყო ჩვენთან შემოსული მაგასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს პროექტირება აღნიშნული სამუშაოსი